მოგესალმებით პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. დღის მთავარ სიახლეებს ანა აშორდია გაგაცნობთ, გამოშვებაში ნახავთ. რატომ იქცა საქართველოს ზეწოლის ინსტრუმენტად EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა და რა არგუმენტებს ეყრდნობა ევროპული ინსტიტუტის რეზოლუცია. EUTHO-ს მიერ აცილებული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. ომი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის უკვე აღიარებული სცენარი. რის გამოწუხს ნიკა გვარამია და რატომ ადანაშაულებს ქართული ოცნება ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაში. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი ნარკორეალიზაციის სქემა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კიდევ 121 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მორგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. მესამე ჩინური ქალაქი, რომელიც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება. შანხაიდან პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება. პირდაპირი ჩართვა მთავარ გამოშვებაში. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ტრამვაი ბრუნდება მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა. რა მარშრუტით იმოძრავებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადღესასწაულო ღვთისმსახურება და საზეიმო მსვლელობა. ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა. რატომ იქცა საქართველოს ზეწოლის ინსტრუმენტად EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა და რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ევროპული ინსტიტუტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია. სახელმწიფო გუნდის მიერ დღის წესრიგში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით ფაქტები და არგუმენტები ამ დრომდე არ ჩანს. მეტიც EUTHO-ს სათაო ოფისი პასუხისმგებლობას იხსნის საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში არსებულ სადაო ჩანაწერებზე, მათ შორის იმ არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით, რომელიც EUTHO ოდირის მიერ დემოკრატიულად არის შეფასებული. EUTHO-ს რეაქცია ცილის წამებაზე აგებული რეზოლუციის შესახებ მმართველ გუნდს კიდევ უფრო უმყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა და deep state-ის გავლენებით იმართება, ევროპული ინსტიტუტები კი სუვერენული სახელმწიფოს დასასჯელად გამოიყენება. საულმე გობრონიძე კი ამბობთ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით EUTHO-მ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართული ხალხის თვალში. ერთ დროს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ინსტიტუტი ახლა ფუნქცია დაკარგული ორგანიზაციაა. ამის თქმის საფუძველს პარლამენტის თავმჯდომარეს EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციაზე თავად EUTHO-ს პოზიცია აძლევს. აპირებს თუ არა EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა დოკუმენტის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არგუმენტირებულად და სიცრუეზე აგებული ჩანაწერები ფაქტებით ამხილა. მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც მათივე სადამკვირვებლო მისიის EUTHO ოდირის დასკვნას ეწინააღმდეგება. ტელეკომპანია იმედის მიერ გაგზავნილ კითხვაზე EUTHO-ს სათაო ოფისმა პასუხისმგებლობა სრულად აირიდა და ისრები EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეისკენ მიმართა. განაცხადეს, რომ საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ ისინი შეძლებენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. თუმცა თავად ასამბლეა დუმილის რეჟიმშია. ძალიან ცუდია, როდესაც EUTHO გაურბის პასუხისმგებლობას, სწორედ ასეთმა თვალის დახუჭამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკური იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. რეზოლუციით EUTHO-მ გააყალბა თავისივე დასკვნა, ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. EUTHO საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო ვილსონის დონეზე არის დასული ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის. ჯო ვილსონის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის ნარატივებს, რომელიც EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ ჰააგის დეკლარაციაში შეიტანა, იმეორებს თბილისში ოპოზიციაც. დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა მტკიცებულებებით ფაქტობრივ უზუსტობებში და ქვეყანაში არსებული რეალობის დამახინჯებაში ამხილა, ნაციონალური მოძრაობისთვის ობიექტური და სამართლებრივ ფაქტებზე დაფუძნებულია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი, უფრო მეტი ნაბიჯებიც არის საჭირო და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მეტი ნაბიჯები რეზოლუციის შემდგომ
ევთოს რეაქცია ცილის წამებაზე აგებული რეზოლუციის შესახებ მმართველ გუნდს კიდევ უფრო უმყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა Deep State-ის გავლენებით იმართება, ევროპული ინსტიტუტები კი სუვერენული სახელმწიფოს დასასჯელად გამოიყენება. სამწუხაროა, რომ ევთოს საპარლამენტო ასამბლეა შეუერთდა Deep State-ის მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს. ამ შემთხვევაში ამ რეზოლუციაშიც ვხედავთ იმ სიცრუეს და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერები თუ იქ მყოფი ადამიანებიც ჩვენ დელეგაციასთან პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა თუ რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის ინიცირება და მხარდაჭერა. სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო ევთოს საპარლამენტო ასამბლეამ, კიდევ უფრო მეტად სამარცხვინოა ის გამიჯნა ევთოს ცენტრალური ოფისისა ევთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან. ტყუილი, ციცრუით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელ სამწუხარო მოცემულობას. არაფერს აღარ ნიშნავს. 5 წლის წინ ასეთ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, რაღაცა ქაოსი და მღელვარება შემოქმნდა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ეს არის ჩვეულებრივად ზეწოლის მექანიზმი მათ ხელში და ყველას თვალსაჩინო მაგალითი იყო რაღაცა მოსკოვის მექანიზმი რო ამუშავეს თითქოს საქართველოს წინააღმდეგ და გამოაგზავნის ქალბატონი, რომელმაც 2 დღეს შეისწავლა მთელი საქართველოს უახლესი ისტორია და დაწერა აზგვერდიანი დასკვნა. ევთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰაგის დოკუმენტი ერთი კვირის წინ დაამტკიცა, თუმცა რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ევროპული ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია ამ საკითხზე ფაქტები და არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენია. კენჭისყრის პროცესის დროს კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე ტრიბუნა ქართულმა კანონმდებლებმა ყველა უარგუმენტო ბრალდებაზე არგუმენტირებული პასუხებისთვის გამოიყენეს და დოკუმენტი მწვავედ გააკრიტიკეს. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მხილება და საქართველოს ომში ჩართვის უკვე აღიარებული სცენარი. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება უკრაინის შესახებ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი უკვე აღარ მალავს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხებიდან საქართველოს არაფერი ერგება. გვარამიას აღიარება სახელმწიფო გუნდისთვის პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ 2022 წლიდან ცალკეული უცხოელი აქტორები და ქართული ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას კოორდინირებულად ცდილობდნენ. დეტალებით სოსო ელისაშვილი. უკრაინა მალე რომს მოიგებს. ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. იმ ფონზე რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეხუთე წელსაც კი მის დასრულებასა და შედეგებს ვერავინ პროგნოზირებს, ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ომში გამარჯვებული უკრაინაა და წუხს, რომ განადგურებული ქვეყნის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით ოპოზიციური ალიანსის ლიდერი რეალურად წუხს, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ გათამაშდა. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კი ვისაც ქვეყანაში ომითა და არეულობით ხელის მოთმობა სურდათ, მსგავსი განცხადებებით საკუთარ თავსა და ზრახვებს ავლენენ. ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებზე და ფულზე. როგორც 2008 წლის ჩვენი ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ 4 მილიარდის მოგდებული ფულით, რომლითაც დაამშვიდეს მე საკუთარი სინდისი დაიმშვიდეს, აი ეს ზუსტად ასე უყურებენ, რომ ტრილიონები შეხვდებაო უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეხვდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები არ დაინგრა, ჩვენი ქალაქები არ დაინგრა. ის რასაც ნიკა გვარამია გამარჯვებას უწოდებს, უმძიმესი რეალობაა უკრაინის მოსახლეობისთვის. ასეულობით 1000 გარდაცვლილი, კიდევ უფრო მეტი დაჭრილი და მილიონობით ქვეყნიდან წასული უკრაინელი, განადგურებული ინფრასტრუქტურა და მიწასთან გასწორებული ქალაქები. ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებები დაახლოებით 1200 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის ტერიტორიების დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არანაირ ფულში არ იცვლება, ქვეყანას კი უკრაინული სცენარის გათამაშება ხელისუფლების გონიბრულმა პოლიტიკამ აარიდა. როგორც ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, სწორედ იგივე ადამიანებმა საკუთარი შემოსავლები 2008 წლის ომის შემდეგ გაზარდეს. შესაბამისად, მათთვის პრიორიტეტი არა სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესები, არამედ ფინანსების ზრდაა. ძალიან მსხვილი ტრანშები წამოვიდა 2008 წლის ომის შემდეგ.
და ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი ჩინოვნიკები ნაციონალური მოძრაობიდან გამდიდრდნენ ამ ტრანშებით. იქ საუბარი არის იმ შეიარაღების გაყიდვაზეც, რომელიც საქართველოს ჰქონდა, იქ საუბარი არის იმ ტრანშებიდან ჯიბეში ფულის ჩადებაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა მოახერხეს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება მათ აქვს და კიდევ ერთხელ უნდათ, რომ დიდი სიამოვნებით ეს ყველაფერი გაიმეორა. სცენარი, რომელშიც საქართველოსაც უნდა მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხიც ისევე უნდა დაანგრეული იყვნენ, ისევე უნდა დახოცილი იყვნენ, როგორც ეს სამწუხაროდ ხდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებების შედეგად ეს სცენარი არ განხორციელდა. ამიტომაც არის ეს გამორჩეული წუხილი ხა. ნიკა გვარამიას ქართული ხალხის ბედიღბალი რო არ აწუხებს, ამას მე მგონი დიდი ჟაბაასი არ ჭირდება. საქართველოს მიმართ მოწოდებები, რომ სახელმწიფო ომში ჩართულიყო უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან გააქტიურდა. ეგრეთ წოდებული ხუმრობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეურაცხყოფად ფასდება. ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული იონისე ცხადაძის ძმამ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას შეზღუდული შესაძლებლობები დაცინვის საგნად აქცია. ოპოზიციონერი აქტივისტის დამაკნინებელი რიტორიკა მიუღებელია შშმ პირების უფლებადამცველებისთვის, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დისკრიმინაციული შინაარსის ვიდეო გამოხატვის თავისუფლების მიღმა და ხელს უწყობს სტიგმის გაძლიერებას. ანა შანიძე გიამბობთ. სიტყვის თავისუფლება არნიშნავს მეორე ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი ერთ-ერთ YouTube არხზე გაჟღერებული იმ ეგრეთ წოდებული ხუმრობის შესახებ საუბრობს, რომლის ავტორი ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული იონისე ცხადაძის ძმა. სანდრო ცხადაძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას დეპუტატი რატი იონათამიშვილი დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია. თანაბარი ჯგუფი იყო. აბსოლუტურად თანაბარი ჯგუფი იყო. იმათ მხრიდან რატი იონათამაშვილი იყო ჩართული ჯგუფში. ამათ მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი კრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას. ვიდეო დამცინავი, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. იმ ფონზე, როდესაც შშმ პირები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის ყოველდღიურად იბრძვიან. უფლებადამცველის თქმით, მსგავსი შეურაცხმყოფელი იუმორი ნეგატიური სტერეოტიპების განმტკიცებას და სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრიბუნიდან ან ეთერებიდან ხდება მსგავსი წინადადებებითა და მსგავსი დამამცირებელი ტონით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოხსენება, ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს იმ სტიგმას, რაც არის დღესაც საზოგადოებაში და რასაც ძალიან ბევრი წელია ვებრძვით და რაღაცა დონემდე მივედით. ეს უკვე ცდება ყველა საზღვარს და ქმნის განწყობას, რომ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ მისაღებია. შშმ პირების მიმართ უპატივცემულო და დამამცირებელი დამოკიდებულება მიუღებელია სახელმწიფო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტით იმ ჯგუფების მორალური სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომლებიც პროევროპელობას ამოფარებულები ძალადობრივ პროცესებს ახალისებენ. პარლამენტს წავდნენ და რომ ძალადობდნენ პოლიციაში და ამაში უნდა და სკოლის ბავშვების თან დაწყებით კლასების მოსწავლეებთან შევარდა სკოლაში. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა, ასე რომ მათგან არაფერი გასაკვირი არ არის. საქმე იმაში არის, რომ ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და რაც თავარია, რომელსაც ისევ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც ესე იზელს თავად ევროკავშირი მათ, როგორც ევროკავშირის სახე. ეს არის ამაზრზენი ამორალური ადამიანი, ზოგადად ეს არის რაღაცა აკაცუკური მენტალიტეტი, როდესაც შეიძლება ესეც საკითხებზე იხუმროს საჯაროდ და ისევ აკაცუკები, ასე ვთქვათ, წრეში გამოიწვევს ეს რაღაცა სიამოვნებას და ისევ აკაცუკური მენტალიტეტის მქონე ადამიანები ერთობიან ასეთ ხუმრობებზე. ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, ეს არის ამორალური. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანზე შენ ცინიკურად იწყებ, ასე ვთქვათ, განცხადების კეთებას და ამით შენ გინდა რომ ხაზი გაუსვა ამ ადამიანის გარკვეულ ნაკლს და ამით შენ გინდა რომ ეს ადამიანი დააკნინოს. რა თქმა უნდა, ამით ეს ადამიანი კი არ კნინდება. კნინდება ის, ვინც ამას აკეთებს და კნინდებიან ისინი, ვინც ამას ტაშს უკრავენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იუმორი მორალურ ჩარჩოებს ცდება. თუმცა სანდრო ცხადაძეს სინანული არც ერთხელ გამოუხატავს. საზოგადოებას მისგან ბოდიში არც ამჯერად მოусმენია. შეურაცხყოფად შეფასებული ეგრეთ წოდებული იუმორის ავტორმა კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფით უპასუხა. კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება სიძულვილის ენის გამოყენებაზე საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელხვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. დღეს სასამართლომ კანონდარღვევებად კიდევ რამდენიმე პირი ცნო, რომლებსაც ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველო საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს. მონიტორინგით კი დასტურდება, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. დეტალებით ნანუგო წითელაშვილი. საბედნიეროდ კარგი ადამიანი შეხვდა მოსამართლე და გამოიტანა სიტყვიერი გაფრთხილება ხოლმე. სიტყვიერი გაფრთხილება ალექსანდრე ფხაკაძემ საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მიიღო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნუცა ბუზალაძის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო ფხაკაძეს სამართალ დამრღვევად ცნო. მან ჩადენილი ქმედება აღიარა და მოინანია კიდეც. პასუხისგებაში მიცემულმა პირმა აღიარა სამართალ დამრღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიცხადა სასამართლოს მიერ სიტყვიერი შენიშვნა. დღესვე ამავე სასამართლოში სამართალ დამრღვევად კიდევ ერთი მოქალაქე ცნეს. საჯაროდ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო მალხაზ ვეშაპური 1500 ლარით დაჯარიმდა. მან კომენტარის ავთენტურობა დაადასტურა. პიროვნებამ აღიარა ცნო სამართალ დამრღვევის ოქმი და სასამართლოს დადგენილებით დაჯარიმდა 1500 ლარის ოდენობით. ჯარიმა მეკუთვნოდა ნამდვილად მინიმუმ მაგას ვაღიარებ. საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენება აღიარა და მოინანია დავით გამცემლიძემაც. სოციალურ ქსელში უწმაწური და შეურაცხყოფელი კომენტარებისთვის გამცემლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. არ ცველოდი დაგედო სიტყვიერი გაფრთხილების შემოიფარგლებოდა სიმართლე რო გითხარ. აღიარებისა და მონანიების პირობებში, ასევე ვინაიდან ბატონი დავითის მხრიდან პირველი სამართალ დამრღვევა იყო მისი მხრიდან ზოგადად მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი, შესაბამისად მივიჩნიეთ, რომ სიტყვიერი შენიშვნა საკმარისი იქნებოდა. 4000 ლარით დაჯარიმდა პაატა ჭელიძე. სოციალურ ქსელში გურამ მაჭარაშვილის შეურაცხყოფისთვის ჭელიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო. აღნიშნული კომენტარი მისი უხამსობის გათვალისწინებით ცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ცნო აღნიშნული პიროვნება სამართალ დამრღვევად სახელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე განხილვები გრძელდება. საქმეები ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოს წარმოებაშია. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 121 პირი დააკავა, მათ შორის 59 ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ამას მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ბოლო 6 თვეში პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი. დეტალებით ბორინა ონიანი. ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ბრალდებულები მოქალაქეებზე სხვადასხვა გზით, მათ შორის ხელიდან ხელში გადაცემის და ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით ასაღებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკომოვაჭრეები დიდი ოდენობით ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს აფასუებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით კრიმინალურმა პოლიციამ 121 პირი დააკავა, მათ შორის 59 ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებამ მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნივთკიცება დამოიღეს. მეთადონი, ალფა პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და მცენარე კანაფი. გასაყიდად გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები პოლიციამ ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღო. ნივთმტკიცება დამოღებულია ნარკოტიკების დაფასუებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. საკონტროლო
შესყიდვის მასალების კადრებში დაკავებული პირების მიერ ნარკოტიკების გასაღების კონკრეტული ფაქტები ჩანს. დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობენ და ბრალს არ აღიარებენ. კატეგორიულად უარყოფს მისი მათ გამოტანილ ბრალდებაში აღსახულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ აღიარებს და როგორც თავად ამბობს და განმარტავს, მისი ნაცნობი ქალბატონის დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი არის. ნარკოტიკის შეძენა შენახვას და გასაღებას ედავება გამოძიება. თუმცა ჩემი დასაცავი პირი ბრალს არ აღიარებს, არ ეთანხმება ბრალაჩერაცხულ ქმედებას, იყენებს დუმილის უფლებას. ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დაკავებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმე მათგანი რეალიზაციის ფაქტს უარყოფს და მხოლოდ მოხმარებას ადასტურებს. ჩვეულებრივ არგუშა უბანში 30 წელი დამაცხოვრობენ მარიხუანა შესაძლებლად 6 გრამი მარიხუანა უყურეს უმეტი კი არა 6 გრამის ფული შეაგროვეს უბანში და ტელეგრამით იკიდეს ბავშვებმა რა უბრალოდ მოეწია წაღამოს უყურად რა ეს არის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მკაცრ ზომებს ატარებენ, რაც სტატისტიკაშიც აისახება. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5000-მდე პირია დაკავებული, მათ შორის 1000-მდე პირი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ საპოლიციო დანაყოფები მომავალშიც კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ნარკოდანაშაულში ჩართულ პირებს 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი ტელეკომპანია ფორმულა სიცრუეში ამხელს, როგორც უჩა ინაძე სოციალურ ქსელში წერს არხის მიერ. გავრცელებული ინფორმაცია შტატებში მისი წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით სიცრუე და სპეკულაციაა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის დაცვის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ამოყობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობით და მათთან მუშაობით. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში. ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არანაირი კავშირი ჩემს ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით, მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუაყმებით ბინძურ სპეკულაციებს. დედაქალაქის მერის ისტორიული სატრანსპორტო პროექტი თბილისში ტრამვაი ბრუნდება. თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი 11 გაჩერებას მოიცავს და დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. ტრამვაის პროექტირება მშვენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში თურქეთში რეგისტრირებულმა საწარმომ გაიმარჯვა, რომელიც სამგავლენიან კომპანიას აერთიანებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის 4 წელში უნდა დასრულდეს. მარიამ ნებიერიძე კი ამბობთ. დედაქალაქში ტრამვაის ისტორიული პროექტის განხორციელებას თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE უზრუნველყოფს. იგი აერთიანებს კომპანიებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. მათ შორის ტრამვაის ხაზების მოწყობისა და სატრანსპორტო დეპოების მშენებლობის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წესებით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება და დაიწყება პროექტის განხორციელების ეტაპები. საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა თურქულმა და ჩინურმა კომპანიებმა მიიღეს. ყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა
და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14 დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. პროექტი მოიცავს კონცეპტუალური და დეტალური პროექტების მომზადებას, ასევე სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა დასრულებაც ყველა პროცედურის გათვალისწინებით მომდევნო 4 წელიწადში იგეგმება. მომზადდება კონცეპტუალური პროექტი, შემდეგ უკვე დეტალური პროექტი, აღნიშნული პროექტი ასევე გაითვალისწინებს ტრამვაის ხაზის გარშემო მიმდებარედ საგზაო მოძრაობის რეგულირებასაც, პროექტირებისას დაიგეგმება მაქსიმალურად ოპტიმალური საგზაო მოძრაობა. ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზი, რომელიც 11 გაჩერებას მოიცავს, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. ტრამვაისთვის მოეწყობა ცალკე ლიანდაგი, რომელიც ავტობუსების მოძრაობის ხაზებს არ გადაკვეთს და უზრუნველყოფს ტრამვაის უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას. დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზი მოგეხსენებათ, რომ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არის, გამომდინარე აღნიშნული განაშენიანებისთან და იმ ზრდიდან, რომელიც დაგეგმილი არის, ჩაითვალა ქალაქის მიერ, რომ ამ სახის ტრანსპორტის ამ სახით განვითარება იყო სწორედ ყველაზე უპრეანი მგზავრთნაკადის საჭიროებიდან გამომდინარე. მასშტაბური პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ტრამვაის პროექტის დასრულების შემდეგ ათეულობით 1000 მგზავრი ყოველდღიურად სწრაფი, კომფორტული და გამართული გადაადგილების საშუალებით ისარგებლებს. გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, გვირაბებისა და მაგისტრალების მშენებლობა და განახლებული სპორტული ობიექტები. მცხეთა მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ჟინვალი, ფასანაურისა და მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის გზების რეაბილიტაცია. გრძელდება სტეფანწმინდა გველეთის ახალი მონაკვეთის მშენებლობა. მიმდინარეობს სოფელ არშაში საბავშვო ბაღის, ხოლო სნოში სკოლის რეაბილიტაცია. დაგეგმილია სტეფანწმინდაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. მიმდინარე პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაიცნო. დეტალებს ნინო სალუქვაძე გიამბობთ. რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპსა და ხარისხზე კონტროლი მკაცრდება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია აქტიურ ფაზაშია. პროცესი კი სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს. უწყება კონტრაქტორ კომპანიებს ვადებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას სთხოვს. დარღვევებზე კი რეაგირება მკაცრი იქნება. ინფრასტრუქტურის მინისტრი ქვეშეთი კობის ისტორიული მაგისტრალის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 23 კილომეტრიანი გზის მთავარ ნაგებობაში 9 კილომეტრიან ძირითად და საევაკუაციო გვირაბებში ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემები მონტაჟდება. აქტიურად შენდება და გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი მონაკვეთიც. პარალელურად სტეფანწმინდა გველეთის მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი 2 კილომეტრიანი ხიდი და 2 გვირაბი, რომელთაგან ერთი უკვე გაჭრილია. ჩვენ დღეს დავათვალიერეთ ქვეშეთი კობის მიმდინარე სამუშაოები. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არის გარკვეული ხარვეზები და კონტრაქტორი ამ ხარვეზებს ყველაფერს გამოასწორებს. ჩვენ იმედი გვაქვს, იმედი არა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუდაურის გზა ზამთრის სეზონისთვის უკვე გახსნილი იქნება, თუმცა შემდგომ მონაკვეთს საკმაოდ სერიოზული საინჟინრო კონსტრუქციაა და ამიტომ შემდეგი მონაკვეთი დასრულდება 28 წლის ბოლოსთვის. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩვენ გვექნება აბსოლუტურად მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. კაცრი მონიტორინგის ქვეშაა ჟინვალი ფასანაურის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესიც. ინფრასტრუქტურის მინისტრი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი გზის საფარის განახლებასთან ერთად 10 ხიდის, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას ითვალისწინებს. პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები გუდაური კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციისთვის. პროექტში გათვალისწინებულია 9 სახიდე ნაგებობის რეაბილიტაცია, 15 საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, ამავდროულად აღნიშნული საფარის სრულად გამოცვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის კმაყოფილი აღნიშნული კონტრაქტორის პროგრესით და ტემპით. არაერთხელ მიეცა კონტრაქტორს გაფრთხილება და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს, რომ გამოასწოროს აღნიშნული მდგომარეობა. რეგიონში მიმდინარე სამშენებლო და საარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში მინისტრმა არშა სტეფანწმინდის ახალი 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის პროექტიც განიხილა. პროექტი 4 ხიდისა და 2 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი ალტერნატიული გზა ლარსის საერთაშორისო მაგისტრალის გამტარუნარიანობას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის. გარდა ამისა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სპორტული პროექტებიც. სტეფანწმინდაში რაგბის ახალი ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონი აშენდება. იგეგმება 300 ადგილიანი საფეხბურთო ცენტრისა და 250 მაყურებელ
ადგილზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რაც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ტექნიკური ცენტრი იქნება 300 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტებით, შესაბამისი ხელოვნური საფარით და დამხმარე შენობა ნაგებობები. გარდა რაგბის ტექნიკური ცენტრისა უკვე ყავს გამარჯვებული საარქიტექტურული კომპანია, რომლებიც დაიწყებენ სტეფანწმინდაში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას. მულტიფუნქციური კომპლექსი ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტის სახეობებში, სხვადასხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის ძალიან საინტერესოა ჭიდაობის მიმართულება, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის მიმართულება. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფელ არშაში 75 ბავშვზე გათვლილი ბაღის რეაბილიტაციო სამუშაოები მინისტრმა დაათვალიერა და არა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ვარდების სისტემატური დარღვევების გამო მშენებელ კომპანიას სამინისტროსგან უკვე 2 გაფრთხილება აქვს მიღებული. იმისთვის რომ პროექტი ხარისხიანად და დროულად დასრულდეს, სამინისტრო ობიექტზე კონტროლს მაქსიმალურად ამკაცრებს. უწყება ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მკაცრ მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ საამზომველო და გეოდეზიურ მომსახურებებს თავაზობს. დღეიდან საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტი ამოქმედა, რაც საკუთრების უფლების ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს. მაღალი სიზუსტის საკადასტრო გეოდეზიური, ტოპოგრაფიული და გეოინფორმაციული მომსახურებებით სარგებლობა მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც დისტანციურად, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლებში. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა, საზღვრების დადგენა და მარკირება, ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება, აეროგადაღება დრონებით, კარტოგრაფიული და გეოინფორმაციული მომსახურებები. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისებს თავაზობს. დღეიდან საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტი ამოქმედდა. მოქალაქეებს შეთავაზებით სარგებლობა როგორც ვებ-პორტალზე MyGov.g, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტი ეფუძნება სანდოობისა და სიზუსტის იდეას, პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს ევროპული ქვეყნების კარგ პრაქტიკას. საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტი და ახალი სახელმწიფო სერვისი უზრუნველყოფს მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვას და სამართლებრივ სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარების მდგრადობას და მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება მიწის ადმინისტრირებისა და საკადასტრო მონაცემების ერთიანი სისტემა. სიზუსტით შესრულებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოები საკუთრების უფლების ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიერ მაღალი ხარისხის საამზომველო მომსახურების დანერგვა, საკადასტრო სისტემის სრულყოფისა და მონაცემების სანდოობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რეფორმა მიწის ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც მოქალაქეებს, ასევე იურიდიულ პირებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს თავაზობს საკადასტრო, გეოდეზიურ და გეოინფორმაციულ სერვისებს, რაც თავისთავში გულისხმობს მიწის ნაკვეთების აზომვას, გამიჯვნა გაერთიანებას, შიდა აზომვით სამუშაოების შესრულებას, რომელიც გამოიყენება შემდგომ როგორც სარეგისტრაციოდ, ისე სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა შინაარსთან გამომდინარე თემატიკის წარდგენის შესაძლებლობას. ახალი ინსტიტუტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული, სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე გეოდეზიური მოწყობილობებისა და მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით საკადასტრო აზომვით და აგეგმვით სამუშაოებს შეასრულებს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება უძრავი ქონების საზღვრების მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გავიარე ამზომველის პრაქტიკული და თეორიული სასწავლო კურსი, რის მეშვეობითაც შევიძინე ახალი პროფესია და გავხდი სერტიფიცირებული ამზომველი. დღის განმავლობაში ვატარებთ ადგილის დათვალიერებებს, ვადგენთ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რთული გეოგრაფიული და რელიეფური პირობების მიუხედავად, გვაქვს უახლესი ტექნოლოგია, მაგალითად დრონები, GPS მიმღებები და ელექტრონული ოქრის პლანშეტები. ხარისხიანი გეოდეზიური, ტოპოგრაფიული და საკადასტრო მონაცემები ხელშეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას, შეამცირებს ხარჯებსა და ტექნიკურ რისკებს, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორს დაზუსტებულ ინფორმაციას შესთავაზებს. რეფორმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტსაც მოიტანს, ცვლილებას საფუძვლად უდევს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება, რომელმაც რიგ შემთხვევებში ცდომილება აჩვენა.
მესამე ჩინური ქალაქი, რომელიც საქართველოს უკვე პირდაპირ ავიამიმოსვლით უკავშირდება, შანხაიდან პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სრულად დატვირთული ავიალაინერით საქართველოში 300-მდე მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის არიან ჩინური მედიისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. მე დეტალს ჩემი კოლეგა მარიამ რატიანი გვეტყვის, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, გისმენთ. შანხაი-თბილისის პირველი რეგულარული ისტორიული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. საინაუგურაციო ფრენაზე 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც არიან ჩინური მედიისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. ისინი საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან და მას პოპულარიზაციას ჩინეთში გაუწევენ. ფრენებს შეასრულებს ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines, რომელიც საქართველოს დედაქალაქსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს კვირაში 3 სიხშირით ყოველ 4 შაბათს, პარასკევსა და კვირას დააკავშირებს. ეს იქნება ახალი სიტყვა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებში. მოხარული ვარ, რომ დღეს პირველი პირდაპირ ფრენის საზეიმო ცერემონიალში ვიღებ მონაწილეობას. შანხაი არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკური ცენტრია, არამედ ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს. ასე რომ ჯერა პირდაპირ ფრენები შანხაისა და თბილისის შორის საქართველოს არა მხოლოდ ტურისტების დიდ ნაკადს, არამედ ბევრ ინვესტიციას მოუტანს. შანხაი-თბილისის პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის წარმომადგენლები ტრაპთან დახვდნენ. მოგვიანებით გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, სადაც სიტყვით დამწყე საზოგადოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან მიმართავს. საქართველოსა და თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეისები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მარიამ ქრივიშვილი მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. China Eastern Airlines უკვე მესამე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან სხვადასხვა რეგულარული მიმოსვლით აკავშირებს. მადლობა მარიამ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ეთერში მარიამ რატიანი საუბრობდა. დღეს ვლაქერნობა აღინიშნება ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა შიო მესამე მაღალვლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვლაქერნობა 1990 წლიდან პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა კურთხევით აღინიშნება. დეტალებით ლევან წუწუნავა. ვლაქერნობის აღნიშვნა ზუგდიდში დილიდან დაიწყო. ღვთისმშობლის კვართი, რომელიც დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება, ტრადიციულად ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული ალბათ ძვირფასო ძმებო და დებო გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ სულიერ შესამოსელზე. აი ჩვენ როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა სულიერი შესამოსელი. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ქრისტეთი შევიმოსეთ ჩვენ. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ აი ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ასე შემდეგ. და აი დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ რომ დავფიქრდეთ ამაზე
და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ჩვენი ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს მოწვევით წირვას იერუსალიმიდან ჩამოსული სასულიერო პირები დაისწრნენ. როგორც მეუფე გერასიმემ აღნიშნა, დიდი მადლია, რომ ღვთისმშობლის წმინდა კვართი საქართველოში ინახება. მადლიერები ვართ ჩვენ დედა ღვთისმშობლისა, რომ ეს დიდი სიწმინდე იმყოფება ზუგდიდში, საქართველოში და გვაქვს შესაძლებლობა თვითონ ჩვენთანგანს რომ მოვილოცოთ ეს უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდე. დიდი პატივია საქართველოში ჩემი მოწვევა საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოები ყოველთვის ძმურ დამოკიდებულებაში არიან, რომელიც გაგრძელდება. მადლობა მეუფე გერასიმეს მოწვევისთვის. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ. კანონმდებლებმა მოსახლეობას ლაქერნობის დღესასწაული მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება და ქართველმა ერმა სრულად უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ ერს გააჩნია. ეს არის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ის რაც ჩვენმა სარწმუნოებამ წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს ჩვენ წმენასთან ერთად ის ღირებულებები, რომელიც ამ წმენაში არის, წმენიდან არის წარმოშობილი და რომელიც დღეს არის ცივილიზაციის საფუძველი. ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში აღინიშნება. საქართველოში გვაქვს ის წმინდა რელიქვია, რაც არის ღვთისმშობლის კვართი და რა თქმა უნდა ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. დღევანდელი დღე ზუგდიდელებისთვის გაცილებით მეტია ვიდრე რელიგიური დღესასწაული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვლაქერნობა ქალაქის სულიერი იდენტობისა და მისი უდიდესი მფარველობის გამოხატულებაა. დღევანდელ წირვას მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდა. მრავალშტა ეს არის, ჩვენ პირადად კახეთიდან ვართ ჩამოსულები და ულოცავ მთელ საქართველოს. უმნიშვნელოვანესია, რომ აი ამ მიწაზე ვარ დაბადებული. უმნიშვნელოვანესია ის, რომ გვერგო ღვთისმშობლის წილხდომილობა. ეს არის საეკლესიო საერო საერთაშორისო დღესასწაული. ეხლა უკვე დღეს მართლა მიღებული აქვს ეს სტატუსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრობს. ვლაქერნობის დღესასწაულის საეკლესიო აღნიშვნის ტრადიცია 1990 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღდგა. კირ სტრამერმა პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი საქართველოსთან მიმართებაში კირ სტრამერის უსამართლო პოლიტიკაზე წერს და აქცენტს აკეთებს სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა და დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება იყო, თუმცა მისივე თქმით, მოვლენების ხვაგავარად განვითარდა საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის. ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველოს დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არამხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. ფინანსური სანქციების პოლიტიკური იარაღად გამოყენებით, მან ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა. თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება. საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს. თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის. ეს იყო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.